Მხოლოდ ქართულის რუბრიკით დაგიბრუნდით. Ყოველკვირეულად ვცდილობთ საქართველოში შექმნილ ქართულ ბრენდებზე მოგეყვეთ და გაგაცნოთ მათი სიახლეებისა და გეგმების შესახებ. Ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში ტექნოლოგიური სტარტაპის თათის შესახებ გიყვებით, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ყოველდღიურობას უმარტივებს. Რა შესაძლებლობები აქვს აპლიკაციას ცხოველების მეპატრონეებისათვის? მხოლოდ ქართულის რუბრიკის ავტორი და წამყვანი თიკო ნატმელაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. თიკო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ნინი, მივესალმები საქმიან საზოგადოებას. სწორედ აღნიშნეთ და შემიძლია დავამატო, რომ თათის აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ცხოველებისთვის ექიმთან ვიზიტი, გრუმინგი თუ საკვების შეძენის პროცედურა პირდაპირ აპლიკაციიდან დაჯავშნან. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ ათასობით მომხმარებლის და ასობით პარტნიორი კომპანიის დაგროვება მოახერხა. თათის შესახებ ჩვენი ვიდეო ისტორიიდან მეტის გაგებას შევძლებთ და შემდეგ სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. თითოეული გუნდის წევრი ვარ შინაური ცხოველის მფლობელი და შინაური ცხოველის აყვანის დროს ბაზარზე სრული ქაოსი იყო. ანუ რთულია გაიგო მაგალითად სად უნდა წაიყვანო, რა სერვისი უნდა დააჯავშნო, რომელ ვეტერინარ კლინიკაში მიიყვანო. აპლიკაცია ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს. ვეტკლინიკა, გრუმინგ სალონები, ზოომაღაზია, ყველაფერი ერთ აპლიკაციაშია და მისამართის დამატების შემდგომ აპლიკაცია გაწვდის ინფორმაციას შენთან უახლოესი ვეტკლინიკის შესახებ, გრუმინგ სალონის შესახებ, მათ შორის ზოომაღაზიაში ყიდულო პროდუქციას, რომელიც 30 წუთში სახლში გაქვს. ჩატის დახმარებით შეგიძლია მიწერო ვეტერინარს ნებისმიერი მიმართულებით მიიღო რეკომენდაცია და სწორად დაგეგმო შენი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აპლიკაცია სრულად გეხმარება ცხოველზე ზრუნვაში. ეს არის საუკეთესო მეთოდი და საუკეთესო აპლიკაცია ამ კუთხით, ვინც მაგალითად ახლა აიყვანს შინაურ ცხოველს, ან უკვე აყვანილი ყავს და უნდა რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შინაურ ცხოველზე უფრო მეტად გააუმჯობესოს. ამის გარდა კიდე სხვა ფუნქციონალს ვაძლევთ, მაგალითად დღიური, რითაც მას შეუძლია აღრიცხოს ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიც არის ვაქცინაცია, წყლების წამსამუშავება და ასე შემდეგ და ასევე გვაქვს ძალიან პოპულარული ფიჩერი ჩატი, საიდანაც მომხმარებლები სულ წერენ რჩევებზე და რეკომენდაციებზე, რითაც ჩვენ ამით ვაძლევთ მათ რეკომენდაციებს თუ რა პროდუქტი უნდა შეიძინონ, რომელ ვეტერინართან უნდა ჩაეწერონ და ასე შემდეგ. ამის გარდა ჩვენ გვაქვს B2B მიმართულება, საიდანაც ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფას ვაძლევთ ვეტკლინიკებს და გრუმინგ სალონებს, რითაც ისინი მართავენ თავიანთ ბიზნეს ოპერაციას უფრო ეფექტურად, ზრდიან ხილვადობას, იმიტომ რომ ჩანან ჩვენს აპლიკაციაში და ზრდიან შემოსავლებს. მომხმარებლის მობილური აპლიკაციით შეუძლია სასრულ დროს, სასრულ თარიღში დაჯავშნოს ვიზიტი ვეტერინართან რიგის გარეშე და ასევე ვიზიტი გრუმერთან და ეს სერვისი მას შეუძლია გამოიყენოს 24/7 ტელეფონზე დარება აღარ არის აუცილებელი და შესაბამისად 24/7-ის განმავლობაში შეიძლება რომ ეს ტრანზაქცია და ჯავშანი გააკეთო, რაც მათთვის ძალიან კომფორტული არის. გამომდინარე იქიდან, რომ თათის აპლიკაციის მსგავსი ანალოგი არ არსებობს და ძალიან დიდი მოთხოვნა არის მომხმარებლების მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის აპლიკაცია, სადაც მათ შეუძლიათ რომ ყველაფერი ნახონ ერთ სივრცეში, არის ეს ზოომაღაზია, ვეტერინარული კლინიკის მომსახურება თუ ძალიან მარტივად დარეკვის გარეშე გრუმინგ სალონში ჩაწერა. მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი არის ინტერესი, ძალიან მოწონთ ასევე მათ ის, რომ შეუძლიათ დღიურში დაამატონ თავისი შინაური ცხოველი და არა ერთი რამდენიმე ცხოველი. მოინიშნა შეტყობინებები, თქვათ, როდის უნდა მისცენ მედიკამენტი, როდის უწევს ვაქცინაცია და ამიტომ ძალიან მარტივია ერთ სივრცეში მთლიანად გქონდეს შენი შინაური ცხოველის მონაცემები და ინფორმაცია დამატებული. ამჟამად თათის აპლიკაციაში არის 10,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად ადევნებენ თვალს აპლიკაციაში სიახლეებს და სარგებლობენ აპლიკაციის ყველა მიმართულებით. არის ეს საკვების შეძენა აპლიკაციიდან, ჯავშნების გაკეთება კლინიკებში თუ გრუმინგის დაჯავშნა.
აპლიკაციასთან თანამშრომლობით კლინიკებს და გრომინგ სალონებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ გაზარდონ შემოსავლები, ასევე გაიმარტივონ სამუშაო პროცესი და ასევე გაზარდონ ხილვადობა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ჩართული ვართ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში, ვცდილობთ, რომ გავზარდოთ თითოეული პარტნიორის ცნობადობა. თათის აპლიკაციაში ამჟამად არის 50-ზე მეტი აქტიური პარტნიორი კომპანია, რომელიც არის დამეტებული აპლიკაციაში და ამ კომპანიების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება და ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ დავიპარტნიოროთ ახალი სალონები, კლინიკები და ასევე დავეხმაროთ მათ მუშაობის პროცესის გამარტივებაში. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში თათის აპლიკაციის შესახებ ამბების თქვენამდე მოსატანად ბებნჯის გუნდი კომპანიას ადგილზე ვეწვიეთ, მისი შექმნის ისტორიაც გაგიზიარეთ. ახლა კი საქმე ენდილა სტუდიიდან გვაქვს შესაძლებლობა მოვიკითხოთ, როგორ აპირებენ პარტნიორების გაზრდას ტექნოლოგიური სტარტაპის შემქმნელთა გუნდი და რას უნდა ველოდოთ მათგან 2026 წელს. დეტალებისთვის ჩვენთან ერთად არიან თათის დამფუძნებლები სერგი აბაშიძე და ბესიკ ექსეულიძე. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის პირველ რიგში. დილომშვიდობის. დილომშვიდობის, დიდი მადლობა თქვენ და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და როგორც სიუჟეტში გავიდა, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულეები გავიარეთ და ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ იმისთვის, რომ გაგვეციფრულებინათ მთლიანი ეს ინდუსტრია, როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე ბიზნესის მხარეს და შემდეგ წელს ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია და დავაკეთოთ B2B მხარეს და მეტი დრო და ძალისხმევა დავხარჯოთ ვეთ კლინიკებში და გრუმინგ სალონებში ამ პროგრამის დანერგვაში და ინტეგრაციაში. ამით ჩვენი მიზანი არის, რომ გავაუმჯობესოთ მათი სერვისების ხარისხი, რითაც შემდგომ ჩვენი მომხმარებელიც ძალიან ბედნიერი იქნება. ეს პროცესი როგორი იყო? რამდენად მარტივად მოხერხდა, რომ თუნდაც კლინიკებთან, თუნდაც გრუმინგ ცენტრებთან, ვეტ მაღაზიებთან, ესე ვთქვათ, გეკონტაქტათ და მათთვის მოგეწოდებინათ ინფორმაცია, რომ რეალურად მათთვისაც სარგებლიანი იყო ეს გაციფრულების პროცესი. მოგესალმებით, მივესალმები მე ჩვენს ტელემაყურებელს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ როგორც სერგი მწეხან თქვა, ძალიან რთული იყო ეს პროცესები, მაგრამ არის რამდენიმე ესეთ კლინიკა, ვეთ კლინიკა, ვისთანაც ერთად მუშაობით, ჩვენ ფაქტობრივად სრულად შევისწავლეთ მათი ყოველდღიურობა. ანუ ამის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა, მათი ჩართულობით შევისწავლეთ თუ რა პროცესებია, როგორ ხდება მომსახურების გაწევა, როგორ ხდება ანკეტების წარმოება და შესაბამისად მათზე მორგებული უნივერსალური, ასე რომ ვთქვათ, აპლიკაცია და პროგრამა შევქმნით, რომელიც დღეს ფაქტობრივად სრულად ანაცვლებს იმ ფურცლებს, იმ Excel-ს თუ სხვადასხვა საშუალებებს, რასაც აქტიურად იყენებდნენ. ამასთან ერთად არის ის, რომ სრულად გაციფრულებული ანკეტები, დღეს მაგალითად ვეტეკიმს აღარ უწევს, რომ მოძებნოს თუ როდის რა გაუკეთა პაციენტს. აპლიკაციაში ძალიან მარტივად საძიებო ველის დახმარებით შეუძლია რომ დეტალური ისტორია ნახოს, თუ როდის რა პროცედურები ჩაუტარა, რაც უკვე აისახება შემდგომ მკურნალობასაც. ამიტომ დღეს უნდა ითქვას, რომ სრულად შექმნილია მათ შორის ლაბორატორია, ქირურგია, რიგების წარმოება, ანუ როდესაც მაგალითად ჩვენ პარტნიორ კლინიკებში მივხვალთ, აღარ გჭირდებათ რიგში დადგომა, ამიტომ რომ თათის აპლიკაციის გამოყენებით რიგის გარეშე შეგიძლიათ მიხვიდეთ და ჩაეწეროთ ვეტერინართან. ეს პროცესები მომხმარებლის მხარესაც ამარტივებს საკმაოდ შინაურ ცხოველზე ზრუნვას და ასევე უზოგავს დროს, ენერგიას და მათ შორის ფინანსებს პარტნიორებს, რომლებიც თათის აპლიკაციაში გვყავს. მომხმარებლების ნაწილში რამდენად ამაღლდა ბოლო პერიოდში ცნობიერება მომხმარებლების, რომ რეალურად ეს არის საჭიროება, რომ თავიანთ ცხოველებზე იზრუნონ, თუნდაც იქნება ეს გრუმინგი თუ სხვა მიმართულება და რამდენად მოერგო მომხმარებელიც თქვენს აპლიკაციას და ციფრულ სივრცეს ამ მიმართულებით. ძალიან ამაღლდა, თავიდან მომხმარებელს უჭირდა რომ გაეთუცნობიერებინა, რომ მას შეუძლია გააკეთოს ონლაინ ჯავშანი, ყოველგვარი სატელეფონო ზარის გარეშე და თავიდან რომ დავიწყე და რომ გავუშვით, თვეში გქონდა 1-2 ჯავშანი. ეხლა უკვე ასობით ჯავშანზე ავდივართ და მალე უკვე 1000-ობით ჯავშანზე ცალოთ. მათ ეს ძალიან მოსწონთ, მათთვის ისინი ხვდებიან, რომ ეს ძალიან კომფორტული არის, რომ შეგიძლია რომ დღის ნებისმიერ დროს დაჯავშნო ვიზით და ასევე ვეტერინართან მიხვიდე რიგის გარეშე და ამიტომ ამაზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება და შესაბამისად ინტერესთან ერთად ჩვენი პლატფორმაც უფრო და უფრო უკეთესდება, რადგან უფრო მეტ უკავშირს ვიგებთ მათგან.
დღეს კიდე თუ რჩება რაიმე სახის გამოწვევები, რასაც აწყდებით ბაზარზე ოპერირების პროცესში, იქნება ეს ორივე მხარესთან ურთიერთობის ნაწილში და ასევე თუ შეგვიძლია ისე ვთქვა, აი თქვენაირ სტარტაპებს, ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რა სახის გამოწვევები ხვდებათ ხოლმე ბაზარზე? ასევე დავამატებ ერთ მოხმარების ნაწილში, აპლიკაცია შინაურ ცხოველზე მორგებულ სერვისებს გთავაზობს. ანუ შეგიძლია აპლიკაციაში დაამატოთ ღიურის ფუნქცია გვაქვს, რამდენიმე შინაურ ცხოველი, რამდენიც კიდე შეზღუდული არ ხართ და ნებისმიერი სერვისი ეს იქნება ვეტის თუ ეს იქნება გრუმინგის, არის პირადად შენ შინაურ ცხოველზე მორგებული. და შესაბამისად ეს გიმარტივებს იმას, რომ კითხვის ნიშანი აღარ უჩნდება მოხმარებელს, თუ რომელია ჩემთვის, რა უნდა დავჯავშნო და ასე შემდეგ. რაც შეეხება გამოწვევების კუთხით, ანუ გამოწვევები არის, იმიტომ რომ მოხმარებლის ქცევა და მათ შორის ასევე პარტნიორების ქცევა მაინც ჩვენი გამოწვევა, ის რომ მაგალითად დარეკვა მაინც მოხმარებლის ქცევად რჩება, მაგრამ ეს პროცესი სერგიმ როგორც თქვა, ნელ-ნელა ეტაპობრივად გადადის, იმიტომ რომ თუ ერთხელ მოხმარებელთან აპლიკაციას გამოიყენებს, მისთვის იმდენად კომფორტულია ეს პროცესი, შეხსენებები, დაჯავშნა ნებისმიერ დროს, ანუ ხშირად იყენებენ ხოლმე ღამის 3 და 4 საათს ჯავშნიან მოხმარებლები. იმიტომ რომ ოდესაც მოდიხარ დაღლილი, შეხედავ შენ ცუგას რომ ან ფისოს რომ ჭირდება გრუმინგი, აი აპლიკაციას დაჯავშნი, დარეკვაც არ ჭირდება და დროების შეთანხმებაც არ ჭირდება, გზალი ამ დროს, მოვიდი ამ დროს თუ ასე შემდეგ. ასევე ჩატი, რომელიც საკმაოდ ცნობიერების ამაღლებისთვის საუკეთესო მეთოდია მოხმარებლისთვის, წერენ კითხვებს, რეკომენდაციებს, სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენი პროფესიონალი გუნდიც ეტაპობრივად მუდმივად 24 საათის განმავლობაში უკავშირდება მოხმარებელთან. და ეს გამოწვევები ძალიან მარტივად დაძლევადია, მასე წარმოგიდგენია, იმიტომ რომ გუნდი რომელიც ჩვენ გვყავს, საკმაოდ ძლიერი, კვალიფიციური და მონდომებულია და სიყვარულით შექმნილია ეს ყველაფერი და ეს мотиваცია და ეს სიყვარული ამ გაერთიანების გარშემო ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას აგვაძლევინებს, რაც უკვე ბევრი ეტაპი და ბევრი მაგალითი გვაქვს ამ მუშაობის პროცესში. სამომავლო გეგმები როგორია? მომავალი წლისთვის როგორი სამოქმედო გეგმა გაქვთ გაწერილი? რა სერვისების დამატებას გეგმავთ თუ გაქვთ წინასწარ უკვე განსაზღვრული? სერვისების დამატებას არ ვაპირებთ, უფრო გაუმჯობესებას ვაპირებთ. ჩვენ ყავს დაახლოებით 59 პარტნიორი, გვინდა რომ ეს რაოდენობა 70-მდე გავზარდოთ და კონცენტრაცია მოვახდინოთ ზუსტად იმ არსებულ პარტნიორებზე, რომ უკვე დავნერგოთ ეს ტექნოლოგია და უფრო მეტი ინფორმაცია მოვუწოდოთ თუ როგორ შეიძლება რომ ამ პროგრამამ გავმარტივონ თავიანთი ყოველდღიურობა. ჩვენი მიზანი არის რომ თვითონ სერვისის ხარისხი იყოს უფრო აწეული, შესაბამისად ის მოხმარებლის რომელიც აპლიკაციიდან ჯავშანს გააკეთებს, უფრო კაი სერვისი დარჩება და საბოლოო ჯამში ყველა მოგებული დარჩება ამით. დარწმუნებული ჩვენ მოყურებელს აინტერესებს ეს მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი თქვენი აპლიკაცია თუ რეგიონებში შესაძლებელია მისი გამოყენება? მხოლოდ თბილისში არ არის. თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, მათ შორის თერჯოლაც, ასევე ხაშურიც, ანუ ვეტკლინიკების და გრუმინგ სალონების მიმართულებით. თბილისსა და ბათუმში არის ორი მაღაზია და 30 წუთში მოგიტანთ კურიერი სასურველი პროდუქციის შეძენის შემდგომ მისამართზე და ამასთან ერთად, როდესაც ჩვენ აპლიკაციას იყენებთ, აქტიურად მონაწილეობთ მიუსაფარი ცხოველების დახმარების კამპანიაში. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით საკვებით, დგამთ სხვადასხვა სახლებს და იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულებაც მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ მიუსაფარი ცხოველებზე, რომლებიც მართლა საჭიროებენ ზრუნველობას. და ამასთან ერთად საინტერესო პროცესი არის ის, რომ მომხმარებელი, რომელიც აპლიკაციას იყენებს, აქტიურად მათზე მორგებულ, ეხლა როგორც ვთქვი, მის ცხოველზე მორგებულ სერვისებს იყენებს და აპლიკაციაში მითითებული აქვს თუ როგორ და რამდენით და რა მონაწილეობა მიიღო მიუსაფარი ცხოველების დახმარების კამპანიაში. ანუ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა სოციალურ მედიას და სხვა მიმართულებით აქტივობები ყველაფერი შეუძლია რომ ნახოს. ძალიან საინტერესო ნაწილია ეგ და დარწმუნებული ვარ ბევრი მაგ აქტივობით ერთვება ხოლმე სწორედ თქვენს აპლიკაციაში. კურიერის ნაწილი ახსენეთ, რომელიც სიუჟეტიც არ გვეხსენებ, ესეც საინტერესო ამბავია, რომ ანუ თქვენი აპლიკაციიდან მომხმარებელს შეუძლია, რომ როდესაც ცხოველისთვის საკვებს შეიძენს, პირდაპირ კურიერმა მიუტანოს და გასვლაც აღარ უწევს უკვე ან წინასწარი ჯავშანი მაგალითად საკვებისთვის, რომ წინასწარ შეიძინოს და ადგილზე დახვდეს მაღაზიაში, ესეც საჭირო არ არის. როგორც საკვების, ნექები, აქსესუარები, მედიკამენტები შეუძლია მობილური აპლიკაციით შეიძინოს და მას მოუტანენ 9 საათში მის მიერ მითითებულ ლოკაციაზე, ძირითადად ეს სახლი არის ხოლმე. არეალის გაფართოებას ხო არ გეგმავთ თუ ამჟამად უბრალოდ ბაზარი არ გაძლევთ მაგის საშუალებას? ჯერჯერობით ხოლმე და ხოლმე თბილისში და ბათუმში შეგვიძლია ეს და სამომავლოდ ნახოთ.
და აქვე დავამატებ ჩატში თუ მაგალითად საკვების შერჩევაზე რამე კითხვა აქვთ ან რამე რეკომენდაცია ჭირდებათ, ნებისმიერ დროს შეუძლია მომხმარებელმა მოგწეროთ support-ის ჩატში, სადაც რეკომენდაციების სახით ზუსტად დავეხმარებით რა პროდუქტი უნდა შეიცინოს, ან რა სერვისი უნდა ჯავშნოს და ამ პროცესშიც მაქსიმალურად აქტიურად ვარ ჩართულები. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს, რომ 2026 წელს უფრო მასშტაბური შედეგებით დაასრულებთ და უფრო მასშტაბური გეგმებით შევხვდებით მომდევნო წელს. ბესიკ ექსეულიძე და სერგეი აბაშიძე, თათის დამფუძნებლები იმყოფებოდნენ ჩვენთან ერთად.